სმენა დაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სმენის აპარატების გაცემა დაიწყო. სერვისის სმენის აპარატის მორგებას სარეკომენდაციო, საკონსულტაციო, ტექნიკურ და ერთწლიან საგარანტიო მომსახურებას გულისხმობს. პროგრამით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც აჭარაში 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არიან რეგისტრირებული. წლის ბოლომდე 300 ბენეფიციარის მომსახურებაა დაგეგმილი. ციფრული სმენის აპარატი უკვე მიიღო 57 მოქალაქე, მათგან 23 ბავშვია. პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია კიცსმენა ახორციელებს. ბიუჯეტი 195,000 ლარს შეადგენს. აპარატის დაზიანების შემთხვევაში ხარჯები ბენეფიციარმა უნდა გაიღოს. მომსახურება სადიაგნოსტიკო ცენტრში ხორციელდება. სმენა დაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატების უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასული წლიდან ახორციელებს. პროცესს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომან ბოლქვაძე გაეცნო. და აუცილებლად პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ ბავშვები, შემდგომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დანარჩენი მოქალაქეების მსურველების დაკმაყოფილება მოხდება რიგითობის მიხედვით, ანუ მომართვიანობის რიგითობის მიხედვით. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ექიმის მიერ დაწერილი ფორმა 100, აუდიოგრამა და პირადობის მოწმობა.